ვაგზელე ფულიშონაის ჯეტია ხუჩი და საწახოდ ბიჭო სადაიკარგე. ეხა მურთა შენ გაბარო აჩუტები კიდე რა. არ მობარო არ ჩუტები და მე მოდიხარ გაყოფილებაში ყოველთვის ბოლოს და ტერი ხარ რაღაცეებზე. აუ დაჯეიხლა რა დროზე. წავედით იმათთან. ოჰო, წავედით თორე მინა ტვინი გაბურყეს მაგათმა და საკმაოდ დიდი ხანი არ ხსე ვიდეო არ დადებულა იმიტომ რომ ბათუმშია ბიჭი ისვენი. მურთას გეყოს ეხლა. მოკლედ გამომყევი აჭარის პროექტი თუ არ აჭარაში წამოსული და 1-2 თვე აქ გადმოვცხოვრდი. და გაი ჯანდაბას გამოიწერეთ ამის TikTok-ი და Instagram-ი და დაულაიქეთ ეგ ვიდეოები. რომ მე რაღაც იმ პროექტში თუ გავიმარჯვეთ, ამა რაღაცა წილი მომთხოვს იქედან. არ მინდა ბიჭო შენი არაფერი არა. მოკლედ დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი ავიყვანთ ეს თუ ახლავე 10000 ლაიქზე და ხო, ჩვენი ვიდეოს წარმოდგენია ლორენცი, რომელიც რეალურ ცხოვრებაში შეგიძლია შეიძინოთ ნიკორას მაღაზიათა ქსელში და აქ GTA 5-ში Black Mamba-ის ბრენდი არის როგორც ყველა მიცით რა. ვახ, ამარხს ეს არის ლორენცი? ლორენცი ყველგან არის. გაი ხო. გეისმენთ უბროსო. აბა ამირა რა შვით? რა ვიცი რა გამოვედი ეხლა მე ცოტა ხანი არ ვიყავი აქეთ და ამირა ნეგრი არ შეიძლება არ იცი შეედრო ანუ დაიწყე მუშაობას პოლიციაში მე გაქრები მე ისო მოდიხარ. ეხა გამანთავისუფლეთ გინდათ? არა. და კაი რაღაც მელაპარაკებით მაშინ რა გავაკეთო დღეს? მოკლედ იმათთან ხარ ის წასასვლელი რა და? ერთი წამით რაღაც ხდება ჩემთან. სერიოზული დამნაშავეა შენს უკან უნდა იყვანო. ხომ არა ვაგოსების ფორმით ვარ თო? მიდი ეხა. ეხა დავებით ეხლა ვაგოსების ფორმით ვიღაცებს გავაკეთოთ და მე პრობლემები შევიქნას რაღაცებზე, მაგრამ ნუ ოკეი ჯანდაბას წავიდეთ. აქ შემოუხვიოთ და ვინ არის? ვინ ყოს ასაჭერი აგერე ეს? всё, მოგვარებულია. რა გააკეთე ბიჭო? ერთი წამი. გარბოდა და ეხა რა გამეკეთებინა თო? ვინ არის ეს? საიდან მეცნობა ეს? დაბრიდე? არა ძმა, მანქანით შევასკდით, აქ გადმოვარდა, მე 1-2 სალტო გააკეთა, გადარჩა. აი ესა მორგის სამსახური გამოიძახეთ რა, ფეხი დაუწდა რომ გაქცევისას და თავი დაარტყა. რატო იტყუები ბიჭო? მურთას მოკეტე ეხლა რა. ხო დაიტაკე, აღიარე. ბიჭო, გეყოს ეხლა. ამან არ იცის რა ეს წესები, რა ბიჭო, ეხლა მე რო თქვა მას დავეტაკ, მე ჟურნალისტები, მე გამოძე, მე პირდაპირ თქვი რა ფეხი დაუწდა და დაიბრიდა რა. კაროჩე რა ტიპი ხარ შენ რა. თან სერიოზული დამნაშავე იყო ძმაო, რა თუნდა ამას ცხოვრება. გამარჯვებოთ რა მოვიდა რომ მომახსენოთ. არაფერი რა, პროსტა მივსდევდით გაქცევისას და ფეხი დაუწდა და ჩამოვარდა ზევიდან. ოხ, ესეთ მრავლობითი და დაზიანება. ხო ეგ არის რომ ანუ ცუდად ჩამოვარდა რა. ვახ, არა და შეჯახებულ სკავს მანქანის. არა, ჩვენ მივსდევდით გას ვარ შეხვები ვარ. წაიყვანეთ, რას ვიზავთ. ოხ, შე რა ხარ? გამოვიხე კაროჩ წავედით ისე სომხურ მაფიასთან და ვნახოთ იმათთან რა ხდება. გეისმენთ ბოს? ისა მოდიხარ თუ გვიჩვენკენ? ხო, გზაში ვართ ეხლა რა, გამოსულები ვარ და მალე მოვალთ. მალე თორე ჩვენ ხო იცი არ გუყვარს ხო ვაგოსებთან თუ თანამშრომლობ და რაღაც კონტრაქტები გვაქვს ჩვენ ჩვენი არავიდან უნდა დავარღვიოთ. ბიჭო, მესმის და მოვდივარ გზაში ვარ. ნუ ეტლეკენები ბიჭო ბოსებს. მურთას გადაგსვავ ეხა და წაგადებ ყურიძიაში და განახებ ტლეკენი როგორ უნდა გაჩერდი ორი წამი. ოკეი, შემოვხვიოთ აქეთ და აქ რა ხდება? როგორც ყოველთვის რაღაც ტელეფონთან მივყავარ ჯერ ანუ აქედან გვაძლევენ რაღაც მისიას და აქედან ეხლა get down the Del Piero. Del Piero-ში რა გვინდა? და ხო, ვიდეოს წარმოდგენი ხო ლორენცია და კონტენტის წარმოდგენი არის CS:GO Fast-ი, რომლის ლინკიც კომენტარებში იქნება აპინულით და CS:GO Fast თქვენთვის აქვს საკმაოდ საინტერესო სიახლე, ვინც გავივლით ეხლა რეგისტრაციას ახალი აკაუნტით მიიღებთ ერთ random case უფასოდ, ანუ იმ case შეიძლება $100-იანი სკინს ამოგივიდეთ, 1000-იანი, შეიძლება 15000-იანი და შეიძლება 1 ცენტიანიც, ამიტომ random-ი მაგითო ქვია რომ არავინ არ ვიცით რა გამოგვივა. ზაფხული დადგა და CS:GO Fast-ზე რა თქმა უნდა გაულდება ძალიან მაგარი ფასდაკლება თითქმის ყველა case-ზე, ამიტომ ვისაც case opening-ი გიყვარდა გინდათ counter-ის საუკეთესო სკინები, შედით ამ საიტზე, გახსენით кейსები და მიიღეთ ყველაზე მაგარი სკინები, ყველაზე მაგარ ფასად. მაინც არ მოგივას კაი არაფერი. აუ ბიჭო, გეყოს რა ეს ვინ არის? თო, მოდი პოლიციასთან გავიაროთ ესე წესი ჩვენი მანქანის ნომრები ფასაში ექნება მაგას და პრეტენზია არ ექნება იმაზე რომ აქ დავარღვიეთ, იმიტომ რომ ფარული გამოძიების მანქანა არის ეს. ოკეი, შემოვხვიოთ ეხლა აქეთ და ესე ჩვენი სომხური მაფიის ბოსი. რა უცნაურად დილას არის? ვახ, მოხვედით ბიჭებო. მოვედით, აბა რა ხდება დღეს რა უნდა გავაკეთოთ? მოკლედ რა, უნდა მიხვიდეთ ერთ-ერთ ტერიტორიაზე, სადაც ფართებს აწყობენ რა. ძალიან ხმაურია სხვათა შორის. და დაცვა ყავთ გასანეიტრალებელი რა. ყველაფერს ვიზავთ არ არის პრობლემა. ეს კიდე მომითრიე? ბიჭო, მურთას გეყოს რა მართლა რა. კაროჩე, ამ ტიპს კიდე ერთხელ თუ მომიყვან, თქვენთან მუშაობა შევწყვეთ რა და მე სხვა ბანდას ნახავ. არა, სლაპარაკობთ კაცო. აი ამას ახლა აუწევ ყურებს მანქანაში და ისწავლე ჭკუას. ბოს, გავაგდებთ ამას და მე კარგად ვიმუშაობთ. ჩაიჯექი ბიჭო მანქანაში გამრიცალე ხა აქედან. აუ ნეტა მურთაზე ხა დაკაჭედონ შუბში ტყვია და დაისვენო რა. ვინ არის ბიჭო ეს ყველა საქმე როგორ უნდა გამიფუჭოს ამან? ბიჭო, გეუნები რომ ამაცან ცოტა ტონკად უნდა იმუშაო რა. აი, წავედით დავაწექით აქეთ.
და ამ ვიდეოს ყურებას როგორც კი მორჩებით, აუცილებლად ჩემს მეორე არხზე გადადეთ და ნახეთ GTA Online, რომელიც ტელეფონში გვაქვს დაწერილი და თან გასწავლით როგორ უნდა შემოხვიდეთ თქვენი smartphone-ებით GTA-ს ათამაშოთ თქვენს მაკაცებთან ერთად და როგორ მიიღოთ ეგრევე G65 უფასო და პლუს $150,000 სერვერზე, რომელიც საკმაოდ кайფულია, იმიტომ რომ ერთი სახლი და მანქანა ეგრევე მოგივათ რა და სერვერზე როცა თამაში იწყებთ, მეტი რა გინდათ? და მე გადავებით? ეს ფრანკლინის სახლი არ არის? ბიჭო, ეს Black Mamba-ის სახლია აქ, მაგრამ აქ რა უნდა სომხურ მაფიას თო? ეხა არ მითხრათ, რომ Black Mamba უნდა ჩავცხრილოთ. არა მე შანსი არა Black Mamba-ს ვერ ვესურვი, იმიტომ რომ მეორე არხზე Black Mamba-ის ვიდეოებს მე ვიღებ და ეხლა ესროლო და ასროლო რა პონტია. მედი აბა ერთი მაინც. შენ მაინც შენი დუნტულა დაიცავი, არ მოხდეს ეგრევე. გეყოს ბიჭო. არა, ფრანკლინის სახლი არ არის, ფრანკლინის გვერდითას სახლში არის სროლა. თუ ოპა, კი ეგერ არის. ვიღაცები. წამოაბა ერთ წამი. იარაღი მაინც თან გქონდეს. ოპა. ავიყვანე, მოდი აქ, მოდი ჩემოკარგო. სო, მეყოლეთ კარგად. აქ რა ხდება? მოდი აქ, ბიჭო, სად გარბი ხარ? რა ხდება, ზმა ყველა გაიქცა. შენ რა გინდა ბიჭო აქ? რა უნდა გამეკეთებინა აქ? მაგრამ ვიღაცა აი ეს აჰა, всё ეგ არის. როგორ ჩანს ვიღაცა ტიპებმა ფარტი ჩაუშალეს ამათმა რა. კი და ვიღაც ტიპებმა ამათ ფარტი ჩაუშალეს, ეგ უნდა მოგვეგვარებინა? და რა გავაკეთეთ ახლა აქ ჩვენ? არ ვიცი, წამოდე ერთი წამი. ფრანკლინის სახლს რო არ შევეხეთ, ეგ კარგია. წაღო, ძმა იმენა გამიტანა, რასაც ქვია. ვიღაცა წამოიყვანეო, ეხლა მაგას მეუბნება, ვინა წამოსაყვანი, ეს გოგო, მეღადავები, ესე იგი. ქალბატონო, წამომყევით რა, წამომყევით. ეხლავე, გადამარჩინეთ კიდე. ო და მე მამაშენი როგე ამის შვილია ბიჭო, მე მგონი და აქ ფარცე წამოვიდა და იმას არ ესიამოვნა და ოპა, დაცვა მოდი, ის წამო ქალბატონო ერთ წამი დროზე. რა ხდება ბოლო რა უნდა გავაკეთებინა? ბიჭო, ეს გოგო იყო წასაყვანი რა, იმ კაც არ ესიამოვნა, ფარცე იყო წამოსული, ხვაზე ხარ. და მაგის გამო აქ დაგვიქირავა? არ იცი ეხლა ბიჭო, მაფიის ბოსის შვილი არის წამოსული ფარცე და ვიღაც ტიპებთან ერთად და ეხლა. რაელის იმ ტიპებს ალბათ ყველა კარგად ხვდებით. ნუ რაელის რაც მოუვიდა და იაგერეს. ჩვენი მანქანის წასვლას აზრი არ აქვს. 4 კარიანი გვინდა რა, მე და ამით წავიდეთ პირდაპირ. ქალბატონო, მოდით დაგბრძანდით. დაჯი დროზე. კლეთ რა უნდა რა მამაჩემს ვერ გავიგე რა. არ ვიცი, ეგ თქვენი პრობლემაა, მამა თქვენთან თქვენ მოაგვარეთ. ჩვენ უბრალოდ გამოგვიშვეს, რომ წამოგვეყვანეთ აქედან. აუცილებელი იყო ამათი დახოცვა. ეგ საკითხიც ქალბატონო, მამა თქვენთან გაიარეთ ერთი წამით. ოპა. მოდით აქ, მოდი, ეგ არის. ავიყვანეთ ძალიან კაი. დაბრძანდით. მურთაზე კიდე გაიტანეს. ვახ, კიდე კაი უზიც მაქვს მანქანაში. დაჯე მურთას, დაჯე. წავედით წინ, როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი სროლები მოგვიწევს ახლა, იმიტომ რომ მაპზე საფრთხებს ხედავ. ვახ, ბიჭო, გამიტანა ამან. კადი ძმა თავი გამანებე რა. გამატარე ძმა, სპეციალური დანაყოფი ჯგუფი ვარ და რა წინ მიდგებათო. გავედით აქედან, წავედით ეს ფარტის ხალხი ნახე აგერ როგორ დაიფანტნენ გარეთ. წინ კიდე საფრთხეს ხედავ. მურთას მოემზადე რომ რამე რო დამაზღვიო. ვახ, ბუგატებით არიანტო. ძალიან სერიოზული ხალხია. მამაჩემს ამოჯახთან ომი აქ დიდი ხანია. გასაგებია, ხვდები უკვე მაგას. კაი ძმა, კაი, ერთ წამს. კაი. ქალბატონო, გაჩერდით. ამათ ისე ვერ მოვიცილებთ. ჩაუცხრილეთ ერთი, მეორე, მესამე და მეოთხე, მეხუთე ეგ არის. აქეთ კიდე ერთი, ვახ, ჩემი მომხდა. მოდი აქ, მოდი, ბიჭო, რა იყო ძმა, ეს ბუგატები არ გენანებათ ამ თემებისთვის. დაჯე. ეგ არის ხო? ბიჭო, რა სისხლი გაქვს შენტო? არაფერი მისი სისხლი მაქვს. ძალიან კაი, წავედით, ეგ არის მისი ასრულდება და იმ კაც უეჭველი დავევასებით დღეიდან უფრო მეტად, იმიტომ რომ საათი ხაშულს რო გადაგირჩენენ ხვაზე ხარ რა და ესეთ დავალებას რო შეგისრულებენ. და მე მაგის სანდოობას და რაღაცებს რომ მოვიპოვებთ, უკვე საკმარის მიზეზი გვექნება, რომ რაღაც კომპრომისები შევაგროვოთ მის წინააღმდეგ და დავაგავოთ. ოკეი, შემოვტეხეთ ახლა ესე აქ, ჩამოვედეთ ისე რომ კიდე არავის არ შევუწუხები ვართ და ესე ჩვენი ბიჭები აგერ. ბიჭო, რამდენი ხალხი ყავს? მაინც ჩვენ რატომ უნდა მოვიდეთ ხოლმე ამასთან და ესე. ჩემი გოგოს მოიყვანე, ძალიან კაი. მოდი აგერ არის შენი ფული. იგარი ხარ, შევასრულეთ მოკეთ რა ყველაფერი. კაი, მოკლედ მომწუხართ რა ბიჭებო. ეს ტიპი არ მომწონს, მაგრამ დაგეხმარა რამეში? თქვენ ესე გითხრათ ეს თუ დამეხმარა მე. აჰა, ბიჭო, შევაქინე რომ მომიშალა კიდე. ვინ ხარ შვილო შენ? არავინ ერთი უპროვოკაცია რაღაცა და. წავედით მოკლედ რამე შეხوارგენ კიდე დახმარება. არა, თუ რაღაცა და დაგიერეკავთ. აი, ჯიგარი ხარ, წამომურთაზ. მე დამერეკეთ ესე ჩემი ნომერი ჩაიწერე. ბიჭო, მომაცილე რა ესა რა. მოგაცილეთ აუცილებლად აიგდე ბიჭო მანქანაში წამოდი რა. ეს ვინ არის ბიჭო, ეს ხის თავიანი რა. ნახე როგორ დავევასე ბიჭო, ყველაფერს აფუჭებ რა. მურთაზ, ანუ ეგ აღარ არის ხატაობა ეხლა რასაც შენაკეთებ უკვე. და მოკლედ გაგრძელება იქნება მომდენო ვიდეოში. ოპა, ნახოთ აბერტი ფული რამდენი დაგვერიცხა.
45,000. საკმაოდ პატარა ვიდეო გამოვიდა, მაგრამ მე ხო წასასვლელი ვარ ძმაო, მაღალმთიან აჭარაში ვარ ასასვლელი და თუ დამაღამდა რაღა გამოვიდა და სამონტაჟებელია ესეც და დაალაიქეთ, გამოვიწერეთ არხი და დაელოდეთ მომდევნო ვიდეოს.